კონცერტამდე ერთი დღით ადრე ხალიბის მოცეკვავეები ანსამბლის ქორეოგრაფებისგან ბოლო შენიშვნებს იღებენ. რუსთავში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანსამბლის სოლო კონცერტისთვის ემზადება. ტრადიციულ საანგარიშო კონცერტზე ხალიბის უფროსი და უმცროსი თაობა დამსწრე საზოგადოების წინაშე 10-მდე ქორეოგრაფიული ნომრით წარსდგება. ხალიბის მოცეკვავეები 10 მაისის ღონისძიებაზე განახლებული პროგრამით გამოვლენ. Ხვალინდელი კონცერტი არის ჩვენი საანგარიშო კონცერტი, რომელიც ყოველი წლის ბოლოს ტარდება. ცეკვავთ 8 ცეკვას. არის გაუმჯობესებული ცეკვები, არის ახალი ცეკვები. ყოველ წელს ვაუმჯობესებთ პროგრამას, ბავშვებიც იზრდებიან, ხარისხიც უმჯობესდება და ყველაფერი ხვალე გამოჩნდება, როგორც ცეკვებენ ჩვენი ბავშვები. ხალიბის უფროსმა თაობამ სპეციალურად ხვალინდელი კონცერტისთვის რამდენიმე საკონცერტო ნომერიც დადგა. განახლებული რეპერტუარი აქვთ ანსამბლის პატარა თაობის მოცეკვავეებსაც. უმცროსი თაობა თავიანთი ინდივიდუალური შესრულების მანერით შეეცდებიან მაყურებელს თავი აჭარული და აფხაზური ცეკვებით მოაწონონ. მოახლოებულ კონცერტამდე ერთი დღით ადრე ხალიბის სარეპეტიციო დარბაზში მღელვარებაც იგრძნობა. ხვალ აქვს ანსამბლ ხალიბს სოლო კონცერტი, ძალიან დიდი შემართებით ვემზადებით, ცეკვებს ვდგავთ და რა ვიცი ვემზადებით ხვალისთვის, იმედია ყველაფერი კარგად გამოვა. დღეს ჩვენ ვემზადებით ხვალინდელი კონცერტისთვის, რეპეტიციებს გავდივართ დღეს და იმედია კარგად ვიცეკვართ. ანსამბლ ხალიბის დიდი წევრები ხვალინდელი საანგარიშო კონცერტისთვის ვამზადებთ 2 ცეკვას. ამ კონცერტისთვის თითქმის 2 კვირა დიდი დატვირთვით შრომობთ და რა ვიცი, ჩემი მოლოდინი არის რომ გამართლება ჩვენი იმედები და ხალხს მოეწონება ჩვენი სოლო კონცერტი. ქართული ხალხური ცეკვების შემსრულებლები საკუთარი შემოქმედების მთავარ შემფასებლებს ხვალ რუსთავის თეატრში 12 საათიდან ელოდებიან.